დასახლებული არ ქონდეს შემოსავალი, მაგრამ რეალურად ქონდეს. მაგალითად, შემოსავლები. ხო ადამიანს არა? ყველაფასია. ის რომ კარგად გამოდის, იცი? სამუშაოებია შეიძლება მე მაგალითად ერთ-ერთ სოციალურ არა ფული მე ფულს საერთოდ მაინც არ ვიღები ერთადერთი ეს იყო შეღავათი ტრანსპორტი ფულს არ ვიღები ტრანსპორტი ესეც ცოტა ხანში გაჩერდება ჯერჯერობით დავდივარ თქვენ ხედავთ რომ უმძიმესი სოციალური ფონია საქართველოში შექმნილი და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, თითქმის 1,5 მილიონი ადამიანს ერთადერთი შემოსავლის წყარო, ლუკმაპურის წყარო არის სოციალური დახმარება. თუმცა სოციალურად დაუცველი სტატუსის განსაზღვრის წესი არის უსამართლო, რაც იძლევა ასევე კორუფციის საშუალებას. თქვენ ნახეთ რომ აგერ ადამიანს მოხუცებულ კაცს, რომელსაც კარმა და მაცივარი აღმოუჩენს, კარმა რომელიც არ ჩაურთავს უბრალოდ წლების განმავლობაში, ამის გამო მას ჩამოართვეს სტატუსი. მეორემ ადამიანმა ესე იგი გაასაჩივრა ის რომ მისი შვილი გავიდა სამუშაოდ, მონურ სამუშაოზე გადიან აქედან ქართველების სამწუხაროდ თურქეთში ან რომელიმე ქვეყანაში და რადგან საზღვრის გადაკვეთა დაუფიქსირდა, ასევე მას ჩამოართვეს სტატუსი. ეხლა მთავრობამ შემოიტანა ახალი განსაზღვრის წესი, ამ სტატუსის განსაზღვრის წესი, რომელიც არის უბრალოდ ხალხის მოტყუება და თემის გადაგორება და სხვა არაფერი და ცდილობენ რაღაცა რანგირებით და დეფინიციებით, ასე იგი ხალხი მოატყუონ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ შეიცვალა კრიტერიუმები, დადგენის კრიტერიუმები და ასევე ამ ბაზიდან, სოციალურ დაუცველთა ბაზიდან ამოგდების კრიტერიუმები, მაშინ ყველაფერი ასე უსამართლო დარჩება. და რა არის ეს კრიტერიუმი? თუ ადამიანს ან ოჯახს შემოსავალი აქვს უფრო დაბალი, ვიდრე არის საარსებო მინიმუმი, რამე სადაო არის ამაში, რომ ეს ადამიანი ითვლება სოციალურად დაუცველად, ანუ ღატაკად. ამიტომ კრიტერიუმი უნდა იყოს ერთადერთი, ეს არის მისი შემოსავლები. ანუ უნდა მიებას სოციალურად დაუცველი სტატუსის განსაზღვრის წესი უნდა მიებას შემოსავლებზე, საარსებო მინიმუმზე და კონტროლის მექანიზმი შეიძლება იყოს იგივე, ძალიან კარგი მაგალითი იყო. ძალიან კარგი მაგალითი იყო ეს არის გაზის და ელექტროენერგიის მოხმარება. და ძალიან მკაცრად კონტროლდება და თუ კი ადამიანი არ ხმარობს გაზს დიდი რაოდენობა, ანუ ზამთარში არ თბება, ესე იგი მას არც დაფარული შემოსავლები არ აქვს და შესაბამისად ის არის ღარიბი და ეს სტატუსი უნდა ქონდეს მას შენარჩუნებული. რადგან მთავრობამ ვერ მიაგრო ამის წესს, ჩვენ ქართულ დაში, ჩვენს კოლეგებთან ერთად მოვამზადეთ საკანონმდებლო ინიციატივა, ცვლილებების პროექტი მთავრობის დადგენილებებში, წარუდგებ მთავრობას უახლოეს დღეებში და მთავრობას დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნების, ანუ თანხმობის გამოხატვა იმისაც, რომ ეს კანონი შევიდეს ძალაში. მოგეხსენებათ მიმდინარეობს ახალი ბიუჯეტის განხილვა, რომელიც არ არის სოციალურად ორიენტირებული. დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საშველი დააყენოს ამ ხელისუფლებამ ის, რაც პირობა იყო წინა საარჩევნოდ. ამიტომ დღეს ჩვენ ჩამოვედით მეტროს სადგურებში, შევხვდით მოსახლეობას და აშკარად გამოჩნდა ის უკმაყოფილება, რაც დღეს საქართველოში სუფევს. სოციალურად დაცული და დაუცველი სტატუსის მინიჭება ხდება გარკვეული ჩინოვნიკების კეთილი ნებით ან მათი სურვილის მიხედვით. ამიტომ ეხლა ჩვენ უნდა წარადგინოთ ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პიროვნებებზე არ იქნება ეს დამოკიდებული. ადამიანს, რომელსაც აქვს
საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი, მას უნდა ჰქონდეს სოციალურად დაუცველი სტატუსი.